მოგესალმებით ჩვენს ახალ განხილვაში, სადაც დღეს ერთ ძალიან მოძველებულ სტერეოტიპს უნდა დავემშვიდობოთ. და მეთანხმებით, ბევრს დღემდე გონია, რომ ADHD, ანუ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, უბრალოდ იმ პატარა მოუსვენარ ბიჭებს ეხებათ, ვისაც ერთ ადგილას გაჩერება არ შეუძლია. მაგრამ სინამდვილეში აბსოლუტურად სხვა სურათი გვაქვს. ეს არის ნეიროგანვითარების ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური დარღვევა და დღეს ზუსტად ამ მომაჯადოებელ ნეირობიოლოგიაში ვაპირებ ჩაძირვას. და რადგან ჩვენი დღევანდელი თემა თავისი არსით სწორედ ფოკუსსა და ორგანიზებას ეხება, მოდით თავიდანვე მივყვეთ მკაფიო გეგმას, რომ ინფორმაცია არ გადაგვტვირთოს. ჯერ ტვინის ფარულ ხიმიას შევხედავთ, მერე აისბერგის უხილავ ნაწილს ჩაუღრმავდებით, ამის შემდეგ უპასუხებთ კითხვას, რატომ ვართ ასეთები, მერე ტვინის მოტყუების სტრატეგიებს გაგიზიარებთ და ბოლოს ვნახავთ, როგორ შეიძლება ADHD-ს სუპერძალად იქცეს. მაშასე დავიწყოთ პირველი ნაწილით. მოდით შევიწრათ ტვინის ფარულ ქიმიაში და ვნახოთ, რეალურად რა ხდება შიგნით ფიზიკურ დონეზე. იცით, მიუხედავად სახელწოდებისა, ADHD სულაც არ ნიშნავს ყურადღების უბრალო არარსებობას. ეს არის ტვინის სტრუქტურისა და ქიმიის ფიზიკური რეალური განსხვავება. ანუ, პრობლემას საერთოდ არ არის სიზარმაცე ან ნებისყოფის ნაკლებობა, როგორც ბევრს გონია. საქმე ეხება კონკრეტულ მექანიზმს, იმას, თუ როგორ ამუშავებს ჩვენი ტვინი დოფამინსა და ნორადრენალინს. და თუ ტომოგრაფიის სურათებს შევხედავთ, მართლაც საოცარ ფაქტს აღმოვაჩენთ. ტვინის გარკვეული უბნები, მაგალითად შუბლის წილი და ნუშისებრი სხეული, ოდნავ უფრო მცირე ზომისაა. ან მათი მომწიფების პროცესი ბავშვობის პერიოდში, სადღაც 2-3 წლით იგვიანებს. ეს არის პირდაპირი ფიზიკური დასტური იმისა, რომ ტვინი უბრალოდ სხვაგვარად ვითარდება. ის კი არ არის დაზიანებული, არა. უბრალოდ თავის პირად განრიგს მიჰყვება. ახლა წარმოიდგინეთ ასეთი სურათი. ნეიროტიპულ, ანუ სტანდარტულად განვითარებულ ტვინში, როდესაც საქმეზე ფოკუსირდებით, ეწერი ოცნების ქსელი ავტომატურად ითიშება. მაგრამ ADHD ტვინში ორივე ეს ქსელი ერთდროულად რჩება ჩართული. ეს ზუსტად იმას გავს ორი სხვადასხვა რადიოსადგური, რომ ჩართოთ ერთდროულად, სრულ ხმაზე. ხომ წარმოგიდგენიათ რა ქაოსია. სწორედ ამიტომ არის ფოკუსის შენარჩუნება ასეთი წარმოუდგენლად რთული. გადავიდეთ მეორე ნაწილზე. მოდით ახლა აისბერგის ზედაპირს ქვემოც ჩავყვინთოთ და ის ფარული სიმპტომები გამოვიკვლიოთ, რომლებიც ხშირად ყველაზე მეტად გვაწუხებს, მაგრამ გარედან აბსოლუტურად უხილავია. ცნობილი მკვლევარი თომას ბრაუნი აღმასრულებელი ფუნქციის დარღვევის 6 ჯირითად კლასტერს გამოყოფს. შეხედეთ ამ ჩამონათვალს. ეს დისფუნქცია ფაქტობრივად ყველაფერზე ახდენს გავლენას. დაწყებული იქიდან, რომ ფიზიკურად ვერ იწყებ საქმეს, ანუ უბრალოდ ვერ იწყებ, დამთავრებული ემოციების მართვის სირთულეთა და მოკლევადიანი მეხსიერების გამუდმებული დამღლელი ჩავარდნებით. ეს ყველაფერი ერთი დიდი ჯაჭვია. აი, ეს კი ალბათ ყველაზე დაფარული და საინტერესო სიმპტომია. ეწოდება უკუგდების მიმართ მგრძნობიარე დისფორია, შემოკლებით RSS. იცით ეს რას ნიშნავს? კრიტიკის ან უარყოფის უბრალოდ აღქმაც კი ადამიანს რეალურ, დიახ, ფიზიკურ და ემოციურ ტკივილს აყენებს. ეს იმდენად მტკივნეულია, რომ ძალიან ხშირად აიძულებს მათ დაუღალავად საკუთარი თავის დაზიანების ფასად ეცადონ, რომ ყველას ასიამოვნონ. ოდესმე ქონიათ ისეთი განცდა, რომ მომავლის დაგეგმვა ან დედლაინის დაცვა ფიზიკურად შეუძლებელია? ამას დროის სიბრმავე ქვია. საქმე იმაშია, რომ ADHD ტვინისთვის დროის უწყვეტი დინება, როგორც ასეთი, თითქოს საერთოდ არ არსებობს. მისთვის რეალურია მხოლოდ ის, რაც ხდება ზუსტად ახლა. ყველაფერი დანარჩენი კი უბრალოდ არის კატეგორიაში არა ახლა. წარმოიდგინეთ, რამდენად რთულია ასე ცხოვრება. ზრდასრულები და სხვადასხვა განსაკუთრებით ქალები ხშირად უზარმაზარ კოგნიტურ ენერგიას ხარჯავენ, რომ ეს შინაგანი ბრძოლა საზოგადოებას დააუმალონ. ამ დამღლელ პროცესს ნიღვა ეწოდება. სწორედ ამიტომ ხდება, რომ ბევრი გარეგნულად ძალიან წარმატებული და მშვიდი ადამიანი შინაგანად ენერგიისგან სრულიად დაცლილია. ეს მუდმივი თამაში საბოლოოდ მძიმე ემოციურ და ფიზიკურ გადაწვამდე, ანუ ბარნაუტამდე მიდის. გადავიდეთ მესამე ნაწილზე. რატომ ვართ ასეთები? საერთოდ საიდან მოდის ეს ყველაფერი და როგორ ხსნის თანამედროვე მეცნიერება ამ ღრმა განსხვავებებს? მოდით აქვე ერთი ძალიან დიდი და გავრცელებული მითი გავაქარწყლოთ. ADHD არ არის გამოწვეული არც ცუდი აღზრდით და არც ტელეფონის ეკრანებთან ზედმეტი ჯდომით. ის მყარად არის დაფუძნებული ჩვენს ბიოლოგიაში. მეტიც, ის წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი მემკვიდრეობითობის მქონე მდგომარეობას. რიცხვებს დააყვირდით, დაახლოებით 74-დან 80%-მდე მემკვიდრეობითია. და აი აქ ვხედავთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან გენდერულ განსხვავებას.
რადგან ქალები ხშირად საკუთარი სიმპტომების ინტერნალიზაციას ახდენენ, ანუ ფიზიკური სირბილისა და ჰიპერაქტივობის ნაცვლად, ეს ყველაფერი ვლინდება მუდმივ შფოთვაში, დღისით ოცნებასა და ფარულ პერფექციონიზმში, ამის გამო მილიონობით ქალი 10 წლეულების განმავლობაში არასწორი დიაგნოზით ან საერთოდ დიაგნოზის გარეშე რჩება. ისინი სრულიად მარტო უმკლავდებიან ამ უხილავ ქაოსს. ეს ყველაფერი კი იდეალურად არის შეჯამებული დოქტორ რასელ ბარკლის ამ მართლაც პარადიგმის შემცველ ციტატაში. ADHD არ არის ცოდნის დეფიციტი. ეს არის შესრულების დეფიციტი. კარგად დაუფიქრდით ამ სიტყვებს. ეს ნარატივს სრულად აშორებს სირცხულსა და სიზარმაცეს. პრობლემა ის კი არ არის, რომ არ იცით რა უნდა გააკეთოთ. პრობლემა ისაა, რომ თქვენი ბიოლოგიური მექანიზმი ფიზიკურად არ გაძლევთ ამის საჭირო დროსა და ადგილას შესრულების საშუალებას. მეოთხე ნაწილი. ტვინის მოტყუების სტრატეგიები. რადგან უკვე ზუსტად ვიცით, რომ მხოლოდ ნებისყოფაზე დაყრდნობა არ მუშაობს, ტვინის ქერქის ბლოკირების გამო, მოდით პრაქტიკულ მხარეზე გადავიდეთ და ქმედითი ბიოხაკები განვიხილოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ტვინის ქიმიის ოპტიმიზაცია რეალურად კუჭ-ნაწლავიდან იწყება. მიზანმიმართული ნუტრიენტების გამოყენება აბსოლუტურად კრიტიკულია. მაგალითად, L-თიროზინი და ომეგა-3 არაუბრალოდ ვიტამინებია, არამედ ისინი უშუალოდ კვებავენ და უმჯობესებენ თქვენს ტვინში დოფამინის სინთეზის გზებს, ფაქტობრივად სამშენებლო მასალას აწვდით ტვინს. იმის მაგივრად, რომ დილის 3 საათამდე ტელეფონს უმიზნოდ სკროლავდეთ დოფამინის მცირე დოზების ძიებაში, შეგვიძლია ტვინი გავაცუროთ და ეწედეთ დოფამინი შევქნათ. რას ნიშნავს ეს? წინასწარ სტრუქტურირებულად უნდა ქონდეთ შემოწერილი ჯანსაგი დოფამინის წყაროები. ეს შეიძლება იყოს ხემსი, მაგალითად სახეზეთ სივიწყლის შესხმა, მთავარი კერძი, ვარჯიში და მკაცრად ლიმიტირებული დესერტი სოციალური ქსელების სახით. ასევე უძლიერესი ტექნიკაა თქვენი აღმასრულებელ ფუნქციების ექსტერნალიზაცია, ხახუნის მართვის დახმარებით. ანუ, კარგი ჩვევის დაწყება ფიზიკურად ძალიან უნდა გაიმარტივოთ, ცუდი კი მაქსიმალურად გაირთულოთ. მაგალითად, ტელეფონის ყუთში გადამალვით. ამასთან ერთად აუცილებლად სცადეთ სხეულის ორეულის პრინციპი, როდესაც უბრალოდ სხვა ადამიანის ფიზიკური თანდასწრებით მუშაობთ. დამიჯერეთ, ეს საოცრად გეხმარებათ ფოკუსის შენარჩუნებაში. და რა თქმა უნდა, დგება მომენტი, როცა ვაწყდებით საშინელების კედელს. ეს ის უხილავი, მძიმე ემოციური ბარიერია, რომელიც წარსული მარცხითა და სირცხვილითაა აშენებული და ხელს გიშლით თუნდაც უმარტივესი ერთი წინადადებიანი იმეილის გაგზავნაში. ერთადერთი გამოსავალი დავალების პატარა სასაცილოდ მცირე მიკრონაბიჯებად დაშლა. ხოლოდ ასე შეგიძლიათ გვერდი აუაროთ თქვენი ტვინის შიშის რეაქციას. და მივედით ბოლო მეხუთე ნაწილამდე. ADHD როგორც სუპერძალა. მოდით ვნახოთ, როგორ შეიძლება ეს სპეციფიკური მოწყობა უნიკალურ უპირატესობად იქცეს. იცით, მაღალი ადრენალინისანი კრეატიულ სფეროებში, როგორიცაა სტარტაპები, სასტრაფო დახმარების განყოფილება ან ხელოვნება, ADHD ტვინი საბოლოოდ იღებს იმ სტიმულაციას, რაც ასე წყურია. სწორედ შესაბამის გარემოში გარდაიქმნება ეს თვისებები ნამდვილ სუპერძალებად. ვლინდება მოუწურავი ჰიპერფოკუსი, ფარული კავშირების დანახვის უნარი, ანუ დივერგენტული აზროვნება და რაც მთავარია, აბსოლუტური შეურყეველი სიმშვიდე სრული ხაოსისა და კრიზისის დროს. და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ერთ ძალიან კრიტიკულ და პროვოკაციულ კითხვას გვიტოვებს დასაფიქრებლად. როგორ უნდა შეწყვიტოს საზოგადოებამ ამ ბიოლოგიური მოწყობის დასჯა და მის ნაცვლად როგორ უნდა შევცვალოთ ჩვენი სკოლები, სამუშაო სივრცეები და ურთიერთობები ისე, რომ ეს არაორდინალური პოტენციალი სრულად ავითვისოთ.